საქართველოში ფუტკრის დაავადება ტროპიკოსის გავრცელების საწინააღმდეგოდ ბრძოლის ინტენსიური ღონისძიებების განხორციელების უზრუნველყოფად გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში მინისტრის ბრძანებით სპეციალური სამუშაო ჯგუფი შეიქმნა. ჯგუფის შესაბამისი სახელმწიფო სტრუქტურების, სამეცნიერო წრეების, ასოციაციებისა და კერძო მეფუტკრეობის ჩართულობით მუშაობს. უკვე 2 შეხვედრა გაიმართა ამ კონკრეტული სამუშაო ჯგუფის და სამუშაო ჯგუფის ფარგლებში ჩვენ ერთობლივად დავგეგმეთ განსახორციელებელი ღონისძიებები, რომლებიც დაავადების ეფექტიან მართვას და მათ შორის გავრცელების მინიმიზებას ისახავს მიზნად. ფორმა ნომერი 1 ჯანმრთელობის ცნობასთან დაკავშირებით, ასევე ვთხოვ მეფუტკრე ფერმერებს, რომ მიმართონ სურსათის ეროვნულ სააგენტოს აღნიშნულთან დაკავშირებით და მის გარეშე არ მოახდინონ ფუტკრის ოჯახების მთავარობა ქვეყნის მასშტაბით. თუნდაც საფუტკრიდან საფუტკრეში. რისკის ინიცირების დოკუმენტი უკვე შემუშავებულია სურსათის ეროვნული სააგენტოს მხრიდან, კონკრეტულად ამ ტროფილელაფსოსთან დაკავშირებით და რისკის შეფასებას უკვე განახორციელებს სამეცნიერო კვლევითი ცენტრი და ასევე აღმოსავლეთ და დასავლეთ საქართველოს შორის, ის ხაბარობასთან დაკავშირებით სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ძალიან აქტიურად მოახდინა სააგენტოს თითოეული ინსპექტორის, რეგიონული სამმართველოების წარმომადგენლების ინფორმირება და მითითება არის გაცებული ესეთი, რომ ფუტკრის ოჯახების გადაადგილების დროებითი შეზღუდვა მოხდეს დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოს შორის, ვინაიდან არ მოხდეს დასავლეთიდან აღმოსავლეთ საქართველოში კონკრეტული ტკიპის, ასე ვთქვათ, ტკიპის შემოსვლა და დაფიქსირება, ხო? მაინც რისკების მინიმიზებისთვის არის ეს ყოველივე განხორციელებული. მინიმალურად რომ მოხდეს, რისკების დაყვანა, ხო? უკვე აღმოსავლეთ საქართველოში თბილისის დაფიქსირდა 2025 წლის გაზაფხულზე. ზოგადად არის ტკიპი არ გაჩერდება, ასე რომ ვთქვათ და გადაინაცვლებს ევროპისკენაც და გადაინაცვლებს ძირითადად მისი დაინტერესება იქნება ის თბილი კლიმატური პირობები, რომელიც მას სჭირდება საარსებოდ, ასე რომ ვთქვათ, გარემოში. ზოგადად ეს მოლოდინები გვაქვს, ასე რომ ვთქვათ და სხვა უფროცრულებებსაც ველოდებით ამ კუთხით.